მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ალბათ შეამჩნევდით ცოტა შენელებული კადრია, თუმცა რას ვიზავთ საქართველო და ქართველები ვართ, დღეს 12 იანვარი გახლავთ და ვინც გადავრჩით, იმათ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. მოკლედ ღვინო კარგია, საცივი კარგია, მაგრამ გრძელდება ჩვენი გადაცემა და ისეთი მაგარი სტუმრები ყავს, რომ აი რა გითხრათ, არ ვიცი, 2025 წელი უნდა გავხადოთ, ყოველ შემთხვევაში შევეცადოთ მხიარულების, კარგი განწყობის წელიწადი. და მინდა სტუდიაში მოვიწვიო ადამიანები, რომლებიც თითქმის ჩვენ არხზე აკეთებენ ყველა იუმორისტულ გადაცემას. მოკლედ იუმორისტული გუნდის სცენარისტები და არა მარტო მათ უკვე ბედისცადეთ სამსახიობო მიმართულებით ბედისცადეს და არც თუ ურიგოდ გამოვიდათ. მოკლედ სტუდიაში სცენარისტები მობრძანდით კობა ბარათელი, სამინდაური, ვასილ ბატონი სურამელი, ორი ინდაური, ბატონი ინცკირველი, ერთი წიწილა და ჩვენი ქუთაისელი, მხოლოდ ქუთაისური განწყობა და ხაჭაპური ერთი კეცი. მიბრძანდით ჩემო ბატონებო. ერთი სული მაქვს დავზეთ ქვეთან, მაგრამ მოითხოვს ფორმატი რომ იქით დავზეთ. როგორ გაატარეთ ახლა და მე კი ვიცი, მაგრამ ხო შევძლებთ გაგრძელებას ჩვენი გადაცემების, რა ხდებოდა? სურამული ღვინო იყო თავის. სურამული ღვინო, სურამული რა ხო ვაკეთებთ? კი, რას ვაკეთებთ, მაგას ვაკეთებთ, აბა იქ სულთა. არის როგორ არის? კარგი იყო რა, კარგი. მეთმა ბედნიერი წელი და რა ვიცი, ყველაფერი კარგი. ილო, რა ხდება ქუთაისში? ქუთაისში მშვიდობაა, გადავაგორეთ ძველი წელი. შემოვეგებეთ ახალს. ეს რაღაცა უცნაური სასმელი მიდევს წინ ვერ ხვდები რა არის და სუნი არა ახაზების ვერ ხო არც ფერი მაგრამ ერთი გადაგორება კიდე დაგვრჩა სულ ერთ დღეში ძველი ახალი წელია და ესეც უნდა ავიტანოთ ჩემო ქართველო ძმაკაცებო და მოკლედ წინ გვაქვს კიდევ ყველაფერი კობა მესმის რომ ესე იგი ნოშპის და რაღაცეების ჩაშუშული მსგავსი სწავლების კარგია, მაგრამ თუ დალიე წელს ხომ ამ გასწავლებს საერთოდ აღარ სვამ წამლებს, სვამ მარტო იმას რა ქვია ციცკამიცინს და კაცეთელს და თქვენს გაიცით ისა. კი, კაცო. კაი ფიჭვის თაფლი აქვთ. კი. და მე ბოღლიძო მიყვარს, ნაზღვისგან გაკეთებული ბოღლიძო მიყვარს. ხო, გემრიელი. არის რა, მაგრამ სხვათა შორის იცი. ბოღლიძო არის რა არის? ვინაში რომ იმას პურს ჭალდება. კი. აქ ვარ. მე იცი რა სწრები ვარ, გადაღება იყო. აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რომელი ფილმის იყო. მაგრამ ბატონი რამაშ ხიკვაძე იყო ცუდად. და რაღაცა ვახშამი იყო რა, ასე ვთქვათ და აი ეს ღვინოში პური ამას ეს გააკეთა და კოვზით ამბობდა სადღეგრძელოებს ეს დალევა არ შეიძლება და ამოიღებდა ერთ უკმას და ეს იყო მთელი ასე ვთქვათ აი უნდა გესმინა და გეყურებინა მაგარი ადამიანი იყო. ზაქრო, შეესკერა ხდება, როგორ შეხვდი ახალ წელს? ოჯახურად, წნარად შვიდ. კარგად, გემრიელა, ჩენებურად 8 ლიტრა, 9 ლიტრა. კი. ვიძე დავწიე წელს. კი. ბიჭებო, რა ვიცი, ვინც აქ ვართ, ყველა ერთხმად უსურვოთ იმ ხალხს, ვინც არ გვინახავს წელს, სიკეთე, ბედნიერება, სიხარული და მხიარულება და კარგი განწყობა და ამისთვის ვართ ყველანი ჩვენ შეკრებილნი და მოდი რაც ვიცით ახლა თემებს და რაღაცებს არ დავიწყებ და ანა რამე ხო არ მოხდა და ესე განწყობა შევექმნა ჩვენს ძვირფას და არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელიც ესე ერთგულად უყურებს ჩვენს ნებისმიერ გადაცემას, რასაც ამ არხზე იუმორისტული გუნდი წარმოადგენს. ვასკა და იმედა, ანუ ეხლა უცბად გამახსენდა ამ საახალწლო განწყობის ამბავზე 90-იანებია რა და ხო გახსოვთ აი სტუდენტი მოდიოდა მარტო 12 საათზე რა და ჩაიგრები აქ რო. კი ბატონო, საშინელი.
ძმაკაცის მამა არის მძღოლი იყო ავტობუსის მძღოლი და რაც იშოვა ეხლა გაშალა სუფრა რა და ცოტა პარაზიტი ბავშვია ეს ჩემი ძმაკაცი მაშინ ბავშვი იყო და ეს ლამპის შუქი ტიაფობს ეს ლამპა რა ეს ჩემი ძმაკაცი ფუ ჩააქრობს ამ ლამპას ეს ცოტა ნერვიულია მამამის გადაგდო ოლივიე მაგიდიდან გაჩერდი ირაკლი კიდე ეს ხელა ეს ფუ კიდე ჩააქრო გადაგდო გოზინაყი მაგიდე გაჩერდი ირაკლი ფუ კიდე შეუბერა ჩააქრო მოკიდა სუბრად ჭამე ეხლა დედი შენისა შენ გაუშალა სუბრად ჭამე ეხლა დედი შენისა აიო საახალწლოს გავაგრძელებ საახალწლოდ მიდი უცებ მოკლე ანეკდოტს მოყვები 1 იანვარია რა და ქუჩაში მოქალაქე მიდის და პატრულს შეხვდება და უკაცრავად სადგურს ხო ვერ მიმასწავლით საითარიო და კი აი პირდაპირ იარეთ და მიხვალო აჰა ესე იგი ვერ მივა ესე იგი გამორიცხა იგი არაჩვეულებრივი ესე იგი მომღერლები ყავს დღეს რომელებიც მოგვეხმარებიან და მოდი ქალბატონი გველოდება თიკა მახალდენ და გემრიელ სიმღერას გვიმღერებს და თქვენის ნებართვით მერე გავაგრძელებ კი ბატონო სიყვარულის ჭრილი როცა თავაგდეს თვალი როგორც აბრილი აფრქვევს მარგათებს აბრეშუმის თავშალით დავდივარ დაგდებ განადობთ მე წამართვა Я кундидалио игошен сеталио монзет мавер капеде перигавит
გითხარით რომ არაჩვეულებრივი სიმღერა იყო, თან ამდენ მამაკაცებში ეხლა ერთი ქალბატონი გენდერის ამბავში გჭირდებოდა, ხო, ვინმე რამე რო არ იფიქროს. კობა, აბა გველის წელია და რას მე სხვა არ მოყვები გველზე. გველზე მოყვეთო ახალ კაი გველზე მოყვები. გველზე მოყვები ერთ-ერთი ქარხნის დირექტორს იბარებენ საგადასახადოში რა. უზია ფაქტურა და და დამერხაო ფიქრობს ახლა ამ ცოლსეუნება ახლა ამ ახალ წელს გოჭი დაინდაური კი არა მანდარინის კანებით შეიძლება ვერ ვიყიდოთო თუ გამწკვნეს ამ ხო ვიციო მაგათი ამბავიო და რა ვკნაო ფიქრობს რა ჩავიცვა რა ჯანდაბა ჩავიცვა ახლა დიდრულად ხო არ ჩავიცვა მაგრამ დიდრულად რო ჩავიცვა იფიქრებენ მე აშეხდეო გაძაცვა მთელი ქარხანა და შეჭმული აქვს მთელი ბიუჯეტი გაგვიწვა და უფრო ბერს დამაწერენო ფულსო მოდიო ხარიბულად რამე მიდი გამომიზებნე ძველი დასაცმელი ხარიბულად ჩავიცა მასთან და საწოდავად მივალ და იფიქრებენ რომ რამე სიპარადეს ხო თვითონაც ჩაიცამ და რაღაცაო და შემიწყალებენ ცოტა სამართლებენ და ცოლი ასე უყურებს და შენ რას ფიქრობ და ცოლი რას ფიქრობ ახლა მეოიციო შენ ამბავს ახლა რომ უყურებ ის გამახსენდაო შენ რომ მომიყვანეო ცოლად და პირველი ღამე რო გქონდაო მე დედა ჩემს კითხე მაშინ მეო დედაო პირველ ღამეს რა ჯობია რომ ჩავიცვალო კვარტალში საძინებელში რა ჯობია რომ ჩავიცვალო აბრეშუმის მოსასხამი რომ ჩავიცვალო ის საღამორი პერანგიო ის ჯობიაო თუ მოჩითული რომ ჩავიცვალო ასე რა მნიშვნელობაა შვილო მაინც ის ახარ შეძრა აუ მაგაზე ის ანეკდოტი გამახსენდა დაქალი ვირო ხდებიან ახალი გათხოვილი რო არის რა და ბიჭო გავგიზდიო რა ეს ერთ-ერთია უნება ეს ჩემი ქმარიო კაცო არა მამაკაცურ ამბავში კიო კაცო რა სამოფო ვერ ვაწყნარებო მაგრამ კაი სადილს გავაკეთებო რო და დამინახავსე და დედა ჩემიო რო სადილს გააკეთებდაო რა ვიციო გავრეცხავ რაღაცას გავაკეთებო დედა ჩემი რო გარეცხავდა ხოლმეო გავაუთოებ შეხედავს კაია მაგრამ დედა ჩემი რო გააუთოებდა და რა ვქნაო რა ეს ლაპარაკშისო რა ქენიო იცი აი რაზე გამახენდა შავიო კაი პენუარი ჩაიცო ეს გამჭირვალეო ესეთი ჩულქებიო რაღაცა შავიო გიждდებიან კაცებიო და როგორც გააღებ კარებსო რა დედა გაახსენებაო ეგრევეო ამბავში წავა ამაჩა ეს შავები ცოტა გამჭვირვალე რაღაც ამბავი და კარი ქმარი მოვიდა და გააგვავაკარებ და რა მოვიდა დედა სუნზე წავიდა რა მოვიდა დედა საბაზაკო მოკლედ ძველით ახალი წელი ძველი სტილი ჩემოდის ხვალ და მე გურული გახლავართ ამიტომ ეგენა კალანდობა შეგენა ცვალე ისე ზაქ არ ყოფილი თუ არა არასდროს იცი შენ სამწუხაროდ და ერთადერთ ხელ შევხვდი ძველით ახალ წელს გურიაში ერთადერთხელ და ის მე კი მომშივდა ეხა მიუხედავ საცივებს მაპატია გაგაწყვეტინე მაგრამ რა მინდა იცი რა დეტალი ვიკითხო ეს ახლა შეიძლება ცოტა ისეთი არიფული გამომივიდეს გურულების ისა მაგრამ ათქო აუცილებელია რომ ღორის თავს ხარშავი იმიტომ რომ ხო უკვე მარხვა გახსნილია და უკვე ღორის არა მე ღორის ხორჯა ღორის თავია ხოლმე რაღაც ისეთი ღორის დაკლას ხახიან და უნდა თამის ხვა გურული კაცი დაკლავს საკალანდე ღორივი კალანდე აუნა წავიდე ერთადერთხელ შევხვდი ძველით ახალ წელს გურიაში სამწუხაროდ რა თქმა უნდა მაგრამ ეს წელი იყო მართლა გამორჩეული და მართლა სხვანაირი ახალი წელი ფაქტიურად ანეკდოტს გიყვებით არა არსებობს არამედ ფაქტი არის თვითონ ანეკდოტი რა სრულ ატყდა 9:15 წუთზე გურულები ადრენალინი ანუ ეს არის თვითონ ფაქტი მაგრამ ხო თითქოს არაფერი მაგრამ ხა ახსნათ შენ ლოგიკურად რომ მიყვე რა მოხდა ხა ერთ-ერთ ოჯახში ეთყობა რაღაც რო დაიწყეს სუფრის გასლა ხო ფუსფუსი იქ რაღაცა დაალაგეს რაღაცებს შემოვიდა ეთყობა ცხელი საჭმელი რაღაც და გახედა სას და 12 სატო უცატო რაღაც ის მე რაღაც უარგებს და გამოიტანა თოპი ისროლა ერთმა
აყვა მეორე დღე ერთხმა ისროლა, ესე იგი რაღაცა ხდება, აყვა მეორე, მესამე, მეოთხე და ახლა ფეირვერკის სოფელში მეტი კი არაფერი და ასე აღინიშნა დაუგეგმავად, მაგრამ აი სოლიდარობაც რა მაგარია, რომ რატომაც არა ისროლე იყოს ახალი წელი 9-15 წუთი. მე ვიყავი იმაში გურიაში მქონდა აი კალანდობამდე რაღაცა საქმე მქონდა და საერთოდ ახლა ხო არის ის რომ კახეთი საქართველოს ბეღელია და უფრო მეტი რაღაცა მოდის და წაკითხულიდანაც და გაგონილიდანაც იმერეთიც გაჭირვებული, მაგრამ გურია ყოველთვის ყოველთვის არისო ასე ვთქვათ უფრო ესეთი ნათქვამი რა გამომივიდეს, უფრო მეტი მოსავალი არ მოდის, წვალობს ხალხი. ნაკლებად შემოსავლია. ხო, და სულ მქონდა ესეთი განცდა რომ რაღაცა ისა და მოხდი კარგ ოჯახში, სამწუხაროდ არ მახსოვს რა, სადაც ბიჭო, რა ვიცი, შემიყვანეს მარანში და კუპატი, გურული კუპატი და ესო ჩვენ ღვეზელი და რა ვიცი, ეხა და ის იყო კიდე რაღაცა მთლიანად მოხარშული ბეჭი იყო რაღაცა და აი ღვინო და აუ მეთქია და შეგენაცვალე და რიდით ვარ მაინც რა, ახლა ისე როგორც კახეთში ვერ ვჭამისე რა, არა და მოდის ეს გემრიელობები და აი გურული მეუნება ახლა ჭამე მაინც ამა მაი ახლა თელწერი ვაგროვით მაგათ ეგ გავაკეთებინა ეგრევე დამინგრია ეგრევე დამინგრია რომ ეგონა ეს ხალხი ასე გეივა აი თელწერი ვაგროვით ესე იგი მოგროვებული ქონათ ისა რა აი ხალხია და მიყვარს ძალიან გურულები აბა ხო და მე ახლა როგორც მაცვია ესე არ ვიცი მოვყევით ვარ კიდე უნდა ისე არ ვცხოვრობ ხო და ერთი პერიოდი ანიმატორად მუშაობდი ერთ-ერთ გასართობ ცენტრში რა და დათვიყავი ხო თოვლის ბაბუა აგებულებაზე ხა კეთილიდან შავი წვერი კი მაქვს მაგრამ თეთრი წვერი მეკეთა ხოლმე და ეს თეთრი წვერი რო არ მომძრობოდა აი მაგარი რეზინით მიმაგრეს ესე რა აი ძალიან მაგარი რეზინით თეთრი წვერი მაქვს მიმაგრებული ეს რეზინი და ბავშვები ახლა ჩავისვი კალთაში ერთი ბავშვი რა ესე და ეს ბავშვი ეს არ არის ნამდვილი თოვლის ბაბუა ხო როგორ გაგადრება დავიწყე კარგი რა თოვლის ბაბუა ზუსტად ეს მელაპარაკე ეხლა რა მშობელს დავხედე გაიყვანე მეთქი ვეუბნები რა და ამ მშობელმაც ხელები წამოიღო ესე და რო მიყავს ეს ბავშვი თავისკენ და წვერში მომკიდა ხელი ამ ბავშვმა რა აუჩი წავიდა და მიყვები რა მეთქი ძალიან შორს რო არ გაწელოს ხო ვიცი რომ ის ესე დამბრუნებელი არ არის და აი კარგი ერთი 20 სანტიმეტრზე რო გაიტანა და მეც ვეღარავ დექიმეთს გაუშვა ხელი აი თოვლის ბაბუა ტირალი თოვლის ბაბუა ძრევლები ულვაშებზე ხო ჩავდიოდა ჩავდიოდა იქნება წელი მეკეთა და აი ეს გადამაგორებინა და ახალი ძელი იმ კარგმა ბავშვმა დიდი სიყვარულით აქედან. კაი თოვლის ბაბუა ხარ შენ. მაგარი თოვლის ბაბუა. აბა შეც მუშაობდი თოვლის ბაბუა თუ? მე არა, არ მომიწია მე. მე რეჟისორი ვიყო, მოგცემდი სალამურას. ახლა ის ბავშვი სწორ პასუხს უყურებს ტელევიზიაში. სხვათა შორის მე რეჟისორი ვარ უკვე არ დიპლომიანი. და არ არის გამორიცხული. ეს არა მარტო თქვენი გულგასახეთქათ, ვინც მიყურებს ზოგი ერთების გულის გასახეთქათაც თქვი. აბა ისმენილო. მეგობარი მყავს Facebook-ზე რა, არ ვიცნობ კარგად, მაგრამ უროლოგია რა და რაღაცა საინტერესო ისტორია რო გადახდება, ხან voice მიგზავნის, ხან წერს ხოლმე და ბოლოს გავამიგზავნა საინტერესო ისტორია. სახში მოვედიო რა, მორჩა სამუშაო საათები და სამსახურის ტელეფონი მირეკავს, რომ ავიღო ვიღაც ახალგაზრდა ბიჭიაო რა, ბოდიშიო. ხვალ ვარ თქვენთან კონსულტაციაზე ჩაწერილიო და პირველად მოვდივარ უროლოგთანო და არ ვიცი რა პროცედურებია გასავლელიო და გოგოსთან ერთად ვიქნებიო და თუ სადმე რამე ანკეტაა შესავსები 1-2 სანტიმეტრი რო წამიმატო თუ შეგიძლია. კარგია დაობდა. რო წამიმატო. აბა სახათმო დღეებია თუ რაღაცა მოკლედ და დილას ძინავს ოჯახს და დიასახლისი ადგება ცოტა ადრე ახლა მათ საფახმელიოთ რაღაცას მოუმზად აცხელებს რაღაც ავაცხელებს რაღაცებს და გავა სამზარეულებში თან ღიღინებს თავისი დელი რაღაცა ასე გამიშენობა აქვს სადღიღინებს და ღიღინებს და ბოდიში ახლა
თქვენთან და გაეპარება უცებ. გაეპარება და ცოტა ხმამაღლა გაეპარება და იანვარი თქვის ეს კალთა გააგრძელებს იმას საჭმლის კეთებას. გააგრძელებს კიდე პატარა ხანში კიდე. თებერვალი გააგრძელებს. ხო არ ვიცი რა ჭირდა ხო არ გაჩერდა ჩავიდა მე მანდ რა ქვია ოქტომბრამდე მივიდა. ხო და მე რაღაცაზე შემოწიალდა და ბიჭო მამამთილი არზის საგერბაში რა ქვია. სანდარეულოში ხო და ბიჭო გაშრა ეს ქალი სიცხვილის და გაშრა გაწითა და უი მამა ახა ხარ თქვენო დიდი ხანია რაც აქში ხარო თებერვლის მერე ზაქრო სანამ შენზე გადმოვალ ერთი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენი საყვარელი ბათუმიდან ბერიკა ჯაჯანიძე იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა ფაქტიურად ჩვენი თანამშრომელი ოქროს ბიჭი და მოგვილოცავს ახალწელ სიმღერით და ხო არ მოусმინოთ. მოკლედ ბერიკა ჯაჯანიძე სტუდიაში. ნედლიწვენი მოჟონაო და გვიმრიდან ახლა მივხვდი რა ვიცოდი ქალავმაში თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და ახლა მივხვდი რა ვიცოდი ქალავმაში თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და swili tvali დაჭრდილული წამწამითა უხერხულად მორცხა და განზე გახედვა მივრის ღერო სიცხნიდი და შენვე თვითონ ყველაფერში შენი თავი გამხელდა მივრის ღერო სიცხნიდი და შენვე თვითონ ყველაფერში შენი თავი გამხელდა ალუბლები შესულიყვნენ მწიფობაში ნედლიწვენი მოჟონაო და გვიმრიდან რა ვიცოდი ჩემო გიჟო თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და რა ვიცოდი ჩემო გიჟო თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და წამწამითა უხერხულად მორცხა და განზე გახედვა მივრის ღერო სიცხნიდი და შენვე თვითონ ყველაფერში შენი თავი გამხელდა მივრის ღერო სიცხნიდი და შენვე თვითონ ყველაფერში შენი თავი გამხელდა ალუბლები შესულიყვნენ მწიფობაში ნედლიწვენი მოჟონაო და გვიმრიდან რა ვიცოდი ჩემო გიჟო თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და რა ვიცოდი ჩემო გიჟო თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და თუ შენთანში ჟუანტელი გივალი და გადასარევი იყო როგორც ყოველთვის დიდი მადლობა ბერიკა აბა ზაქრო გისმენთ აი მე და ხოკინაგამ გადავარდი კაი ჩაინიკას ამბავი სროლაზე იყო და მეც სროლაზე გავაგზავნე დავრჩების გურიაში ერთი კაი კოლორიტი ბიჭი იყო ბევრი წელი აღარ მინახავს აი როგორ დაგიხასიათოთ თვითონ თავისი მეგობრები მასი ამბობენ რომ
ახლა ვერ გამოირჩეოდა დიდი სწავლის ნიჭით და რაღაცა და მისივე მეგობრები ამბობენ ამას ჯარმა მოუსწრო თუ არა ახლა სკოლაში იქნება. ერთი რაც იცოდა თოფი ახლა მეტნაკლებად ვაი მონადირე იყო და აიღო ერთ დღესაც გადაიკიდა თოფი ცდი ბეცო რა იქნებ რამე და წავიდა და გაიარა ახლა სადაც ბიჭები ბირჟაობენ და იმათ რა აქვს ახლა მეტი საქმე უსაკონ ლუკმა ჩაუვარდათ ეს თოფი ტვინის სულ დასცინენ სულ ეხმდებიან ეკაიფებიან და გამოვიდა აი ახლა ერთი შენი მოკლული გვანახა რამეო და მეტი არ გიდა არაფერია და არც მიაქცია მაგრამ ყურადღება წავიდა 9 საათში არაფერს არ ვაბუქ ნამდვილი ამბავია 9 საათში დაბრუნდა დათვით. დათვი მოკლული ჩამოიყვანა ახლა რა ხდება თუ შევიდა თუ არა ტყეში ვიღაცას ესე იგი ძველი ხუნდი დაუდია და იმ ხუნდში უკვე გამული იყო დათვი. საწყალი 3 დღის თუ რაღაც რამდენსაც ნაბრძოლები იყო უკვე დანებებულა იქვე გაახალახო. ჩავ 9 საათში დათვი და გამზადებული და ყველაფერი არა ფაქტია რომ დათვი დაბრუნდა. იქ ყველა გაგიჟდა ხა რომ ეს დაც მოათრებს კაცო მართლა ფაქტია და ვერც იჯერებენ ახლა როგორია არ უნდათ ახლა ამის გამარჯვება მაინც და არაო შენო გაგიმართლაო რაღაცაშია და მეორეთ უნდა დაამტკიცო რომ ნამდვილად აგარ მონადირე ხარ და იბატონო და წავიდა მეორეთ გადაიკიდა ისევ თოფი წავიდა და ისინიც ახლა ელოდებიან შედეგს და წავიდა თუ შევიდა თუ არა ტყეში ისმის ადამიანის ღრიალი რაღაც ერთ საათში. ეხლა რა ხდება ამან დააგო ხუნდი ახალი და იმ ხუნდში გაება ჭყალებში ვიტყვი ჟარგონზე პრისტუპნიკი რომელიც პოლიციას ემალებოდა. ტყეში იმალებოდა. გამნაშავე და რომ ჩამოვიდა და ამამბი დაბრუნდა ბიჭებმა დაცვა დაუწყეს ნადირობას თავი დაანებე და აუ რა დღეში გაუტარებია. ზურგეთში გაიგონა პოლიციამ იმის ღრიალი ეგრევე სპეცნაზი ამოვიდა და დააკალი. მაგარი ისტორია. აბა ბიჭებო კიდე ნუ გავჩერდი. ესე იგი მამაჩემმა სულ რომ მომკლას ეს ისტორია მაინც უნდა მოუღერა მეუბნება ხოლმე მამაშენის სახელი გამახსოვს. ავთო ბატონი ავთო მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით გვპირდება თქვენი ვაჟი აი აქ ვინც ავართ დღეს ჩავალთ არა ბიჭებო ამოვალაგით ხვალ მივიდივართ ბიჭებო აი არ გამოვიდა აი დღემდე ისე მოვედით რომ ვერ გაგიცანით და იქნებ თქვენ მაინც ჩაგვიყვანოთ ამ ახალ წელს რომ გაგიცნოთ ბატონო ავთო და ძალიან გვიყვარხართ აქედან გვიდა გითხრათ ისე კარგი შვილები ყავთ ნამდვილად და რა სახში რა ვიყავი 6 საათი აღდგომის აუტანე საჭმელი წამალი და საჭმელი მოკლედ დამსვენებლების პერიოდი ზაფხულია რა და მამაჩემს თუ ხორცი არ არის სახლში საჭმელი არ გვაქვს იძახის რა და ართulis ხო ართulis სალათები აკეთებული რაღაცა მოვიდა მაგარი დაღლილია და ყველა მიცის რომ ჩაი არ უყვარს მამაჩემს დამსვენებლებმაც გამოაღო მაცივარი შეიხედა არაფერია საჭმელი ისეთი რაც თვითონ უნდა რა და დამსვენებლების სექციისკენ გაიქცა თვალი რა მაცივარში და სოსისები დევს ამან იფიქრა ეხლა ერთ ხუთცალს ავაჭრირას გაიგებენო და ერთი ხუთცალი შეაჭრა და აი რო უშტეს ჩაიდნები რო ხო ისი მაგას მოხადა თავი რო არ გაიგონო და ჩაყარა შიგნით ეს სოსისი რა ჩაყარა რომ შენაზე არ შემოვიდა სანამ ვითომ ჩაის ხო ვითომ ჩაის იდუღებს მაგრამ ხო იცი რომ ჩაი არ უყვარს შემოვიდა ზუსტად ის დამსვენებელი და ავთო დგას ჩაიდანთან რა რა ხდება ავთო როგორ ახლა რავი აი დაღლილი მოვედი ჩაისოთ ხო რაღაცა ერთ მომიდა რო არ გიყვარს ხო რავი რა ხე მომიდა და ეს მოხარშული სასიკი ამოყობს თავს ჩაიდიდან ეს ჩააგდებს ავთო ამოყობს კიდე ჩააგდებს და კაროჩე ერთი საათ ნახევარი ელაპარაკა ეს დამსვენებელი მამაჩემს რა და თვითონ მამაჩემი ამბობს მე ბიჭო იმდენი ხანი ელაპარაკა რო გავიდაო დავასხი სოსისი ჩაიკა სავასკი და დავლიე მაგიზდება სოსისი დავლიე მაგიზედა ეგ იყო ძალიან ისეთი ბათუმში ვისვენებდით მე და ჩემი მეგობრები პატარები ვიყავით და ეს სიტუაცია იყო რა ძალიან ისეთი წლებია 96 ან 97 რა და მამამისმა მისცა ფული და წამიყვანა ორნი წავედით ალბათ შეიძლება ითქვას რომ ასე დამოუკიდებლად წავედით და ავიღეთ სახლი ერთი საერთო ის რო არის ხოლმე ხო იცი და სხვადასხვა ოთახებში ცხოვრობდნენ ჩვენ რა თქმა უნდა პირველ დღეს ფული საერთოდ აღარ გქონდა რა ხო და მე უთხარი რა ვქნათ ეხლა და გამოაღო ამან მაცივარი და დილასო ეს გოგოები იყვნენ შვილებთან ერთად და ტოლმას აკეთებდნენო რა ხო და მიდი მეთქი ამოიღე ერთი ორი ცალი რას გაიგებენ და მაგრა გშიოდა რა და
უცბად რაღაცა მტორევის ხმა მესმის. აი საოცრება მოხდა რა და გამოვაღე ჩვენი კარები ეს დაბლა გდია და მთლიან ამ საერთოს ოთახში არის ტოლმა გაშლილი. ციგნი მოკონდა ჩემთან რომ შენ თვითონ ამოიღეო რა და წამოკრა ფეხი და ტოლმა გასიდა. სოდა გამხელილი ჯობიაო ხო იცი და ესე ჩააბრუნა უკან რა. რაც დარჩა. მეორე საღამო არის და ეს გოგოები ძალიან კარგია, მაგრამ ეთყობა ეს ფარში არ ვარგოდაო. ძვლები აქოშე. სურამე კაფეინი და მტვერი და უბედურებაიო. ყველაფერი. რა მაგას ხო არ ვიტყვი ცოცხალდები. მოცოდებში ნათქვა. წოდებში. ერთი ასეთი იყო ანდუყაფარი. სახელი ერქვა ანდუყაფარი ერქვა სახელი და ვარად ახლა კი მოდის ვიხდი წინასწარ ვარად იყო კვანაძე. აგვარი იყო? კვანაძე. არის ეგეთი. რაღა ბოდიში ხდი თელი დღე მაგაზე ყვება. ხო და არა იყო ხო და ახლა ფიქრობს ამ არის სახელი მაგ და ეგ და უნდა გადავიკეთო. გვარი უჩებს საქმეს ხო? გვარი. ავიდა უკრაინაში. და იქ ახალი პასპორტი გაუკეთეს. ჩაიხედა პასპორტში და უწერია ანდუყაფარ კვანენკო. რა არის ეს? კვანენკო. წამოვიდა იქიდან რუსეთში გადავიდა, გააკეთა ახალი პასპორტი, მიცეს აწერია ანდუყაფარ კვანოვ. ვარ მოშოდა. წავიდა იქიდან პოლონეთში გაიქაც იგივე ამბავი ანდუყაფარ კვანსკი. ბიჭო არ არის უკვე გიჟგავს, აღარ იცის რაკნას და მე ბოლოს მოიფიქრე, მოდიო ჩინეთში წავალო. და იქ მოკლე სახელი და გვარები აქვს და იქ რანაირ არის. იზამენ ამას და ჩავიდა ჩინეთში, გააკეთა ახალი პასპორტი, გამოდის იუსტიციის სახლი თუ რაც ქვია ჩინეთში არ ვიცი და იუსტიცია. კაშალა თავის პირადობა და წერია. ანდუღაფარ აუ აი ერთი საყვედური მაინც უნდა დანია რატო გავამეტოვე კვანსენი რატო კარგი გურიაში ხარ? დავრჩები ერთხელაც გურიაში და მე გავწდები საზღვრებს არ ვიცი ოთახში თუ მოგიყევით მუშაობის დროს არ ვიცი მაგრამ ეს ცხენი რო დაკარგა ერთი ცოტა ხელმოკრე ოჯახი იყო ჩვენ სოფელში და მარტო ცხენი ვერავის მოვყევით გურიაში. დიდრები ერგაშიზე ვერავიზე ვერ მოვყევით გურიაში. მოკლედ ერთი ცხენიებადათ რა მარჩენალ ცხენს ეძახდნენ ახ ცხენი დასარჩენ და არ ვიცი მაგრამ ეს ცხენი ყავდათ მოკლედ და ხო იცი ახ საქონელს რა თვისება დილით რო გაუშვებს ხო მე თვითონ ბრუნდება საღამოს რა და ახლა ფლობელი ცოტა ზარმაცი კაცი იყო ერთს ჭალებში მშვენიერ დღეს ცხენი არ დაბრუნდა და ცოლმა უთხრა წაი ვიჯო მეიძიე ცხენიო მაიგვა გვაქვს გვაბადია სულო და მეიძიე ცხენს ამ შვიდობა ხო აქვს მეიცა კაცო მოა თავისი თუ არა და ხვალამდე და მოუწადოთო და მოკლედ არც იმ დღეს მოვიდა არც მეორე დღეს მოკლედ ცოლმა ცოტა შეუფუცხუნა რომ მეიძიე ვიჯო ცხენი რაცხავს გული არ მიგზნობს კაისო და აი გამოვიდა გამოიწკიპა ჩაიცვა და გააჩერა ავტობუსი ვაკი ჯვარია ჩემი სოფელი ვაკი ჯვარი ოზურგეთის ავტობუსი გააჩერა და ჩაჯდა ავტობუსი ჩაყვა ოზურგეთამდე ტრასაზე ხანჯიდან იყურება რა ჩაყვა ოზურგეთამდე ვერაფერი რა ვერ დაინახა რა ტრასა ის და ვერაფერი გამოყვა ისე უკან იმ დღეს ვერაფერი სოლმაც უთხრა რა ხდება ვერ ვიპოვე წავიდა მეორე დღეს გააჩერა ავტობუსი ჩაყვა გამოყვა იქიდან ვერ ვიპოვა კიდე ასე დაყვება ახლა რა მთელი კვირა და იმ ავტობუს ძღოლს კი გაუკვირდა, კაი ენამოსრებული ძღოლი იყო და გაუკვირდა. შე ბიჭო ბიზნეს ხო არ დაიწყო, ყოველდღე რო დამყვები, ოზურგეთში არაო, ბიჭო ცხენი დავკარგეო. და ცხენს ვეძებო და მე რას იღლები ბიძია ყველა წამოწექი სახშიო და იღან იყავ სახში რა გამაჩერესო კაცო ცხენი დავკარგებო. მე გარეთ მაინც არ ეძებდა. ამ ავტობუსში თვამოა მე ამოგიყვას. შენა ცოლმა შეუჩიჩხინაო ზაქრო ხო იცი ზამთარი რომ მოდის და მან რომ უთხრა პალტოებიო წაიღე ქიმწმენდაშიო გურჯაანში ხდება სიტუაცია აუ ამას ეზარება რა ის პალტოების ქიმწმენდაში და ალევა ბიჭები რაღაც ჩემი ვიჩინა ჩემი მწნილი ხო იცი ეგ ამბავია და არა რასო კვირა დღესო მაშ თელავშა იტანიო მე შეიძლება
თელავში რა ორშაბათი იქნება. კაცი აი რუარგინა გატოკება. და ძალიან მომწონს ისა კიდე აი მამების ამბავი რო არაბაყვება ხოლმე კარგად რა. ეს კაი საქმე მოვიშორეთო, ხო იცი მამების თემაზე რა. ძმები რო არიან რა. ხო და იცით ეგა? მე არ მამ ორი ძმა არის რა, კახელები და მამა გარდაეცვალა და არც ერთი ხა არ ელაპარაკებოდას ვერ ვიტყვი, მაგრამ თლათ ახლა არ ლაპარაკობდნენ, ხო? ესე რა. და გარდაეცვალა ეს საწყალი კაცი და ეს უმცროსი კიდე არა უშავს, რომ უფროსი ძალიან უხეში გამოუვიდა რა და ჯვარი მეწეროს ყველაფერი კაი ქონდეს, მაგრამ პატარა წამოხდილი აქვს სასახლეზე, სუდარაზე ტუფლები უჩას რა. და შევიდა ესა. შევიდა დახიდა. ნო დაიწყია ხან ტუფლი. პატივისა. მაგის დედა ვატირე მაგის. ძმებო აბა თუ კიდე რამე გაქვთ თუ არა და ერთი მომღერალი მაგარი კიდე ყავს. მოყევი. ნადირობაზე გამახსენდა რატომღაც არ ვიცი. ახლა თქვა მამა ჩემი წავი. არა. კახელი და მეგრელი ლაპარაკობენ ნადირობაზე ერთმანეთში რა და მეგრელი უბნება ვეფხვზე ვიყავი ამასთან ნადიროს ანადიროთ. ასლაპარო. ო გეუბნები სმონო და გამომეკიდა ვეფხვი. მოვდივარ დავიელზე ვესროლე. მოიწმინდა სახესავება. მე ამ დროს გავდივარ. წამოვეწია კიდევ ქენი მეორე ვესროლე კიდევ მოიწმინდა გავდივარ და კაროჩე ერთი ხუჯე რო თქვა ეს კახელი უყურს ბიჭო. ამდენი სადა კოდა მაგის დავატირე. შენ ვეფხვი არ გამოკიდები. არ გამოგელებოდა. სამი კალი სახურში ერთი ყვება ისო გუშინ საღამოს მივეპარე ჩემ ფარსო და ვერცხზე მოკიდეო ხელი რა თბილი ვერცხი ქონიაო მაგრამ ყვება ჩაიდიკა თბილი საყვარელი ვერცხი ვა მართლა მეორე დღეს ახლა და შეიგდებიან ეს სამსახურში უკვე მეორე ამბობს შენ როგორ თქვიო უშინ მეც მოსინჯეო და მეც მოკიდეო ჩემ ფარსო და იმასაც რა თბილი ვერცხები ქონდა ორივე ვერცხები აღვა ყოსა მომინდა მესამე დღეს აქ მოდიან სამსახურში სამივე იკრებიან და მესამე საათ თვალები ჩალურჯენ ხოდა რა დაგემართა გოგო და დამემართავ და რომ მივედიო ჩემ გართან რომ მივეპარეო მოვკიდეო ხელები და ცივი ქონდაო და მეუთხარი ყველა კაცებს თბილი აქვს და შენ რატო გაქცევ? ამის კითხვა და მე რა ყველა კაც თბილი აქვს შენ რატო გაქცევ? კარგია. მოკლედ ბიჭებო, დიდი მადლობა. ჩვენ ერთი არაჩვეულებრივი მომღერალი ყავს, რომელიც თავისთავად ჩვენს და ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს საქართველოს მიულოცავს ახალწელს. ძალიან კარგი მომღერალი ჩვენი მეგობარი აჩიკო ცანკაშვილი, კარგი გემრიელი ქართული სიმღერით და მე კი აქვე მინდა დაგემშვიდობოთ და ის ჩვენი საბიუჯეტო თანხა რაც არის გამიზნული გადმოგცეთ ორივე გუნდს გავყო შუაზე და მე თქვენ თვითონ დაალაგდეთ. მე გავყოთ შუაზე 300 მე და 50 გაიყაროთ ხათ. ბიჭებო, დიდი მადლობა მრავალ ძველ ახალწელს კალანდობას და ეს არის ჩემო ძვირფასებო და შევხვდებით მომავალ კვირას. გვიყვარხარ ძალიან. მადლობა დიდი.